გეოტრენდი წარმოგიდგენთ. ქალი მეფე, ნაწილი მესამე. როგორც მოგწერე, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შეასრულო. იპოვე ყველაზე ძლიერი ვირთხის საწამლავი. დავით, დაუძახე ჩვენ კარის მეომრებს და მცირე ლაშქრით დაუყოვნებლივ წავიდეთ, სანამ აბუბაქარი აჯანყებას დაიწყებს. შამქორის ბრძოლიდან გაქცეული და ნახჭევანში გადახვეწილი აბუბაქარი არ ისვენებდა. მან მოახერხა და მოსყიდულ პირებს თამარის მიერ დაწინაურებული ამირ მირმანი თავისი ძმა მოაწამლინა. ცოტა ხანში დავითის მეთაბურობით ჯარის ერთი ნაწილი განძისკენ გაემართა, ხოლო მეორე ნაწილი თამარს გაჰყვა და დვინამდე ჩავიდა, რომელიც აბუბაქარს ეკუთვნოდა. ქართველებმა დაიკავეს დვინიც და განძაც და დიდძალი ალაფითა და ტყვეებით დაბრუნდნენ უკან. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც მიხედეს, რადგან არტაანის მხარეში ზოგიერთ ქართულ სამფლობელოს თურქები დაპატრონებოდნენ. მეფემ მარბიელი ლაშქარი შეუცია თურქთა სამფლობელოს და მტერი ბასიანამდე განდევნა. საქართველომ შემოიერთა სომხური მიწები: ანისი, დვინი, ამბერდი, ბიჯნისი. ქართველთა წარმატება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. 1202 წელი, ბასიანის ველი. თანდათან გაძლიერდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსაზღვრე მცირე აზიის თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბირიტის, არზრუმისა და შამის მფლობელებთან ერთად 400,000-იანი ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ისინი 1202 წელს დაიძვრნენ არზრუმიდან და შემდეგ ბასიანის ველზე დაბანაკდნენ. სულთანმა თამარს ელჩი გამოუგზავნა და დანებება შესთავაზა. მე რუქნად-დინი, სულთანი ყოვლისა სასაქვეშეთისა, მოვლინებული დიდისა მუჰამმედისაგან, გამცნობ ქართველთა მეფე თამარს. ყველა დიაცი რეგვენია, შენ გიბრძანებია ქართველებისთვის მუსულმანთა და მათ ნათესავთა წინააღმდეგ ხმლის აღება და ხარკის დადება. მხოლოდ მათ შევინდობ, ვინც ჩემს კარავში თაყვანს მცემს და აღიარებს მუჰამედ მოციქულის ქადაგებას. დიდმა სულთანმა ასევე სიტყვიერად დამაბარა, უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა. ზაქარია, მოციქული რომ არ იყო, ამის კადრებისათვის ჯერ ენის მოკვეთა იქნებოდა შენი სამართალი, ხოლო მერე თავისა. საქართველოს სამეფო კარმა დროის მოსაგებად სულთნის მოციქულის პასუხის გაგზავნა დააყოვნა. ჯავახეთში სასწრაფოდ შეიკრიბა ქართველთა 90,000-იანი ლაშქარი. თამარ მეფემ ქართველი მეომრები ყარსამდე მიაცილა. თავად ოძრხეში დაბრუნდა და განუწყვეტელი ლოცვით ღმერთს ავედრებდა ლაშქარს. მხოლოდ მაშინღა გაატანეს სულთნის გამოგზავნილ ელჩს თამარის წერილი. ესე რა შემოგეთუალა? წარმომივლენიან მხედრობა ქრისტეს მოსახელე არამედ შენ და თაყვანისცემად, არამედ დამხობად ზუავისა, მაგისა და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არ ღაგმობად სახელსა მისსა, იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი სამართალი მისი.
დავით სოსლანის რჩევით გადაწყვიტეს თურქ-სელჩუკებს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს და მისი სარდლობით 27 ივნისს ღამით დაეცნენ მტრის ბანაკს. საქართველოს ლაშქარი 3 დანაყოფისგან შედგებოდა. ერთ ფრთაზე აფხაზნი და იმერნი იდგნენ, მეორეზე ამერნი და ჰერკახნი. ცენტრში 30-40-ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და სხვათა თორელთა. ზაქარიამ ხარგრძელმა წინა ფლანგით მოულოდნელად შეუდია თურქ-სელჩუკთა ბანაკს. მტრის რიგებში არეულობა დაიწყო. მან დროულად გამოიყენა ჯარების ასეთი განლაგება. მარცხენა და მარჯვენა მხრიდან შეტევაზე გადავიდნენ აფხაზნი და იმერნი და ამერნი და ჰერკახნი. ამას რუქნადინი არ მოელოდა. ამ უპირატესობების მიუხედავად მთელი მაინც ურიცხვი იყო. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ჩვენებმა ხელთიგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. რუქნადინმა გაქცევით უშველა თავს. Geotrend. მძევალნი დააპურეთ და მერე მიუსაჯეთ. ქვეყნის სხვადასხვა ციხეებში ტყვეობა. მეფეო. სულთანმა ოქრო ვერცხლით სავრე ძღვენი გამოგზავნა, რათა ეზინკის ამირა და სხვა დიდებული ტყვეები გავათავისუფლოთ. ეგ ძღვენი მე არაფრად მიღირს. აცნობეთ მომართვან ცხენის ნალი და მასში გაუცვლი ამირა მელიქს. ესე იყოს დიდებად და სახსენებლად თვისა. ბრძოლებში ძლევამოსილმა გამარჯვებამ მეფე და ლაშქარი უძლეველის შარავანდედით შემოსა. ბრძენმა თამარმა გონივრული პოლიტიკით უზრუნველყო ქვეყნის აღმავლობა. ჯვაროსნების დამხობისა და სალადინის მიერ იერუსალიმის დაკავების შემდეგ ეგვიპტის სასულთნომ ძველი სიდიადე და საზღვრები აღიდგინა და საქართველოს გაუმეზობდა. ამ დრომდე ქართველები 10-მდე ეკლესია მონასტერსა თუ საღდარს ფლობდნენ იერუსალიმსა და მის შემოგარენში. წმინდა მიწაზე ქართული სული ტრიალებდა და ცხოვრება ჩქეფდა. მაგრამ საქართველოს სამეფო ქვეყნის შიდა და გარე დაპირისპირებების გამო აქამდე ვერ იცლიდა პალესტინისათვის. იერუსალიმის დაკარგვამ გამოაფხიზლა თამარის სამეფო კარი. საქართველოს იერუსალიმის წმინდა სავანეების დასაბრუნებლად ორი გზა ჰქონდა: იერუსალიმის დალაშქვრა ან სალადინთან შეთანხმება. საქართველოს სამეფო კარი აგრძელებდა საომარ სამზადის, რამაც შეაშფოთა სალადინი და თბილისში მოსალაპარაკებლად დესპანი გამოგზავნა. თამარმა მას წერილით უპასუხა: სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა უფლისა ერთადერთისა. ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და ესაა ფიცი, რომელსაც ვიძლევით. მე, რომელიც თამარი ვარ გიორგის ასული, ვფიცავ იმ საათს, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა ადამიანობას დაუკავშირა. ვფიცავ იმ თვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იღო. ვფიცავ იმ ტანს, რომელიც მაცხოვრის თვისებების მიმღები გახდა. ვფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში. სანამ ცოცხალ ვარ, არასოდეს მავანი ყალაქისა და მისი ციხეების აღებას არ განვიზრახავ და არ ვინებებ არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ და ვიმორჩილო მისი ხალხი და ლაშქარი და თუ იმას გადავედი, რაც ვთქვი, ქრისტეს ჯვარი ფეხით გამეთელოს, მაღალმა უფალმა მცინებოს. ურჯულოებო, ფიცი გასტეხა თქვენმა სულთანმა? ჩვენ მშვიდობით მივდივართ იერუსალიმში მოსალოცად. მოგვიტევეთ ქართველნო, ჩვენ საომრად არ მოსულვართ. დიდმა სალადინმა გამოგზავნა, რომ მშვიდობიანად გაგაცილოთ გზაზე. თამარმა დაიბრუნა ის წმინდა სავანეები, რომლებიც მუსლიმებმა მიიტაცეს. ამიერიდან ქართველებს სრული უფლება მიეცათ ცხენზე ამხედრებულები თავიანთი დროშით ყოველგვარი გადასახადის გარეშე შესულიყვნენ იერუსალიმში. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებდა ეგვიპტის სულთანი. მან გამოყო სპეციალური რაზმი, რომელიც აცილებდა ქართველ მომლოცველებს იერუსალიმამდე. თამარისავე თხოვით სულთანმა სალადინმა ქრისტიანებს დაუბრუნა ის ჯვარი, რომელზედაც მიმსჭვალული იყო იესო ქრისტე. მან ჯვარის დასახსნელად სულთანს 200,000 დინარი გადაუხადა.
ქართველებმა აიღეს სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი კარი, რომელიც თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა ამიერკავკასიაში. მეფემ კარის მმართველად ივანე ახალციხელი დანიშნა და მონაპირეობა უბიძა. ამავე პერიოდში დაიბრუნეს ხახული, ოშკი, ბანა. თამარმა ქვეყანაში პირველად დააფუძნა მონაპირეთა სამსახური. ყველა ამ განაპირას საზღვარზე უნდა განვამწესოთ მონაპირე ერისთავები, შესაბამისი ჯარითა და აღჭურვილობით, რათა მეთვალყურეობა გაუწიონ მტრის ძალებს და აცნობონ სამეფო კარს. თურქი მმართველები თამარის სიძლიერეს აღიარებდნენ, მის ხმად ნაფიცობას ამჯობინებდნენ და ყოველწლიური ხარკის გადახდით მშვიდობის მოპოვებას ცდილობდნენ. შიში და ზარი მეფისა თამარისა იყო ყოველთა სულთანთა ზედა. GeoTrendy. გამოგვიწერეთ YouTube არხზე, რომ თქვენი დახმარებით შევძლოთ ისტორიის გაცოცხლება.